აგარაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა. ნათია მაწონაძის ცნობით უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, სამუშაოების დასრულებისთანავე შენობა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და სრულად დაიტვირთება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,760,000 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება. ხელშეკრულება გაფორმებულია უკვე აგარაში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციისთვის. სახელშეკრულებო ღირებულება 1,760,000 ლარია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები უნდა დასრულდეს 2025 წლის დეკემბრამდე. ფუნქციონირებს ამ ეტაპისთვის და სრული რეაბილიტაცია არის დაგეგმილი, როგორც შიდა, ასე გარე ეზოს ინფრასტრუქტურა იქნება მოწყობილი და როგორც კი დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღიჭურვება შესაბამისი მოწყობილობებით, რაც საჭირო არის კულტურის სახლის სასამუშაებლად და სრულად დაიტვირთება.